კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის მეგობრებო, 176 დღე თუ არ ვწდები უწყვეტი პროტესტისა. პროტესტი, რომელმაც ყველაზე დიდი გამძლეობა გამოიჩინა. უამრავ რამეს გაუძელით, ერთად დღესაც უძლებთ. პოლიტპატიმრებით ივსება ნელ-ნელა ჩვენი ციხეები. მე ვულობთ ყველანი დარწმუნებული ვარ, ღელავთ, ღამეები არ გვძინავს, მაგრამ ჩემ განცდებს გეტყვით, რომ როდესაც ვარ პროტესტზე და რუსთაველზე ვდგავარ, რაღაცნაირად ეს ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება, ნერვიულობა არსად არ მიდის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მშვიდდები. სანამ ლექციაზე გადავალთ, რამოდენიმე ხნის წინ, მტკერად და უпростоრად არჩევნებამდე, ჩემს თავს პირადი, ესე ვთქვათ, ამოცანა დაუსახე, რომ მეპოვნა ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში არ არიან არჩევნებზე ნამყოფი. ერთი-ორი მაინც მეპოვნა, ხო, ეგ განზრახვა მქონდა, მაგრამ ორზე მეტი აღმოჩნდა, 10 ადამიანი ჩემს სამეგობროში აღმოჩნდა ისეთი, რომელიც არც ერთხელ არ იყო არჩევნებზე ნამყოფი და გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანებზე მემუშავა და იქ 10-დან ერთი მაინც წამეყვანა, 7 წავიყვანე, მოვახერხე. და მართალია შედეგი ვერ გამოიღო ამ ყველაფერმა, მაინც გაგვიყალბეს, მაინც ჩაგვიყარეს, მაგრამ ჩემ თავთან რაღაცნაირი გაპრავება ჩავთვალე, რომ რაღაცა გავაკეთე. მაგრამ არ გამოდგა, ვერ გავამართლე, მაგრამ არ აუშავს. ეხლა აქციების პერიოდის დროს გადავწყვიტე, რომ რაც მინელდა ნელ-ნელა, გადავწყვიტე, რომ მემუშავა ისეთ ადამიანებზე, აღმომეჩინა ისეთი ადამიანები ჩემ წრეში, რომლებიც არც ერთხელ არც ერთ პროტესტზე არ არის ნამყოფი. არიან 35-40 წლის ასაკის, ჩემზე უფროსების, ჩემზე პატარების. არც ერთხელ ასაკის, არც ერთ თავის ცხოვრების პერიოდში არ ყოფილა არც ერთ აქციაზე, არც ერთ მიტინგზე, არც ერთ გამოსვლაზე. გადავწყვიტე, რომ მემუშავა ერთზე მაინც, რომელთანაც ამ საერთო ენას გამოვნახავდი და ვიტყოდი, ერთხელ გამოდი რა, იქნება რა შეგრძნება გებადება. მივაღწიე მაგ შედეგს, სიმართლე რომ გითხრათ და აქაც რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი მგონია ჩემ თავთან რა დავალებაც მივეცი ჩემს თავს. ვისურვებდი, რომ ერთმანეთის ჭამას, ერთმანეთთან დაპირისპირებას, რაღაცა დაცინვის ტონს, რაღაცა ეს უხეშ ფორმებს, ყველამ საკუთარ თავში გავიაზროთ, სად დგავართ. ჩვენ დგავართ ქვეყნის სადარაჯოზე, ხო? ჩვენ ქვეყანა დავკარგეთ, ეხლა გვინდა რომ დავიბრუნოთ. ყველამ საკუთარ თავში რაღაცნაირი მისია უნდა ჩამოაყალიბოს და ყველამ თავის თავში იპოვნოს მინიმუმ თავის წრეში რაღაცა გამოსავალი და იმოქმედოს. მე ვისურვებდი, ეხლა ჩემი მაგალითი შეიძლება ბევრმა არც მოიწონოს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ერთმა ადამიანმა ისეთი ადამიანი გამოიყვანოს ერთხელ მაინც აქციაზე, ვინც არ არის ნამყოფი. მოდით ვცადოთ აბა ესეთი რაღაცეები. ჩემ გუნდთან ერთად თითქმის ყოველდღე მაგაზე ვშევდით, როგორ გავაძლიეროთ, როგორ შევძინოთ კიდე ახალი მუხტი, რაღაცები გამოგდის, რაღაცები არ გამოგდის. ზოგი გვეწინააღმდეგება, ზოგს არ მოსწონს. ზოგს მოსწონს ჩვენი აუდიტორია, ჩვენი პროტესტის ეს ფორმა. მაგრამ სანამ ვინმეს კრიტიკას დავიწყებთ, საკუთარ თავებს ჩავხედოთ, სამკეში ჩავიხედოთ და საღამოობიდან, დილაობით უთხრათ, დღეს რა გეგმა მაქვს იმისათვის, რომ ხვალ არ გავიღვიძო ისეთ სახელმწიფოში, სადაც უბრალოდ ვერ გავჩერდები, ვერ ვიცხოვრებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნიკა შულღაია უკვე მეოთხე ლექციას ატარებს ჩვენთან. უღრმესი მადლობა, ნიკა, ძალიან საინტერესო, ძალიან სიღრმისეული ანალიზი კეთდება და ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ ძალიან ბევრი წაიღო თქვენი ლექციებისგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. გაიხადეთ. მადლობა გიორგი, ყველას გამარჯობა, მადლობა რომ მისმენთ. ერთ შევასწორებ, რომ ლექცია არ არის, საუბარია და მოდით დავიწყებ იმითი, გიორგი რაზე საუბრობდა, ახლა ეს აზრი დამებადა, რომ რაღაცა ახალი ადამიანის მოყვანაზე, მე ამას ვიტყვი, რომ ძნელ და შესაძლოა ხანგრძლივ წინააღმდეგობაში ვართ და ხალისიანად უნდა ვიყოთ, ცხვირის ჩამოშვება არაფერში არ დაგვეხმარება და ხალისიანად რომ ვიყოთ და უკეთესები გავხდეთ თან გზადაგზა, მაგალითად ერთი კიდევ საშუალებაა, რომ რამე ახალი დავიწყოთ ჩვენ ცხოვრებაში და ახალი კარგი ჩვევა შევიძინოთ. ყოველდღე გავაკეთოთ ის ახალი რამე, ან რაიმე ცუდი ჩვევა შევცვალოთ სხვა ჩვევით, ნეიტრალურით ან კარგი ჩვევით. ეს იქნება ვთქვათ ნაბიჯი, რომელიც გაგვახალისებს და რითიც რაც მოგცემს მეძალას პროტესტისთვის. მოდით პროტესტისთვის მარტო არა, წინააღმდეგობისთვის და პროტესტი ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმაა გამარჯვებამდე.
ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზემაღალი ზრდის რეალობა და რა გვხვდება ჩვენ ამ ძალიან დიდი ციფრებიდან, რომელზეც საუბრობს დე-ფაქტო ხელისუფლება. პირველ კვარტალში ასე გვეუბნებიან, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამო 9%-ს გადააჭარბაო. მე ღრმად ვარ და ადრე გამოვთქვი აქ ჩემი ეჭვი საფუძვლიანი ამ ციფრის არარეალობის შესახებ. ახლა პატარა კვლევები გავაკეთე და ღრმად ვარ უკვე დარწმუნებული, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს არ მინდა რომ ამ საკითხს ჩაუღრმავდე, მინდა რომ კარგი საფუძვლიანი ციფრები დავდო, რატომ არის ეს ციფრი ძალიან არარეალისტური, ძალიან სრულ და ძალიან გაბერილი. ამავე დროს ეს მხოლოდ ანონსია ჯერჯერობით და დეტალებს შემდეგ ხუთშაბათს იმედი მაქვს თუ არა და იმის შემდეგ ხუთშაბათს გაახლებთ. შემდეგი სათაურებიდან მიხვდებით გამოცხადების ამ თემაზე, როდესაც დავაპირებ საუბარს, მაგრამ ორ კვირას არ გადააჭარბებს ამას გპირდებით. თუ რაიმე საგულისხმოს ნებისმიერ შემთხვევაში ამას შესახებ თქვენ გაიგებთ. ახლა ვისაუბროთ ჩვენ რა გვხვდება იმაზე. დაუშვათ რომ სიმართლეს ამბობენ, დაუშვათ და გავიგოთ ამ ზრდაში რა ხვდება ქართველ ერს. პირველი დავიწყებ იმ საკითხით, ამ დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი მძიმე თემა არის ჩვენი უზარმაზარი ემიგრაცია. ხელისუფლების ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნის 12 წლის განმავლობაში საქართველოსთან გავიდა 316,000 ადამიანი. ჩვენი თანამოქალაქე და იმ პროპორციით, რომელიც მოსახლეობის კომპოზიცია როგორც არის, საშუალოდ რომ ვიგულისხმოთ, ამის 80% ქართველი იყო. სამაგიეროდ შემოვიდა დაახლოებით 280,000, ყველაზე მეტი რუსი, ბევრად მეტი 200,000 დაახლოებით და ამას გარდა თურქი, აზერბაიჯანელი, ინდოელი, უკრაინელი და სხვადასხვა ერის წარმომადგენელი. ვინც ჩამოთვალე ყველაზე მეტი ესენი. ჩვენ სტუმართ მოყვარე ხალხი ვარ და როდესაც ახლა ხალხს მე უსვამ რომ ქართველი მოსახლეობა არ მინდა რომ ვიმემ რაიმე ნაციონალიზმის ნასახიც კი იფიქროს. მე ამაზე იმიტომ საუბრობ რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ საკმაოდ და ასეთი ცვლილება ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული შემადგენლობის და პლუს ამაზე დამატებული ჩვენი დემოგრაფიის მდგომარეობა, ანუ ის რომ 3 წელია უკვე სიკვდილიანობას ჭარბობს შობადობას და ასევე ის რომ ქვეყანა საგზნულად დაბერებულია და ბერდება, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მომავალი რეპროდუქცია უნდა გააგრძელოს, იზრდება. ამას გარდა ასევე იზრდება განქორწინებების რიცხვი, ქორწინებებთან შედარებით. გვეუბნება რომ კარგად არ არის ჩვენი საქმე და ეს ემიგრაცია მძიმე დაღეთ ესმევა ჩვენს მომავალს, ქართველი ერის მომავალს. ამავე დროს დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერებისგან უკვე არაერთხელ გაგვიგია მინიშნებების და პირდაპირ თქმებიც, რომ გადით გარეთ ეძებეთ თქვენი ბედნიერება. ამას ნორმალური ხელისუფალი არ უნდა ამბობდეს. რა თქმა უნდა, სასარგებლო პროცესია საზოგადოებრივ ადამიანების წასვლა, სწავლა, შესაძლოა ხანმოკლე მუშაობას გამოცდილების მისაღება და უკან დაბრუნება, თუმცა როდესაც საქმე გვაქვს 12 წელი განუწყვეტლივ ემიგრაციის დასთან და პარალელურად უცხო ქვეყნების მოქალაქეების იმიგრაციასთან, რომლებიც ნაკლებ სავარაუდო რომ საქართველოში ასიმილირდებიან, რუსები მაგალითად ძალიან ძნელად ასიმილირდებიან და როგორც ვაკვირდებით მათ საშუალო ყოფა ცხოვრებას ერთად არიან ერთჯგუფად და ქართული ენის სწავლის ნიშანწყალი ძალიან ცოტა ვინმეს ეთყობა, ჩანს რომ არ იქნება ჩვენ დემოგრაფისთვის სასარგებლო ეს პროცესები. რატო გვეუბნებიან რომ წადით საზოგადოებრივ ეძებეთ? ერთი რომ იკარგება, ესე იგი გადის ქვეყნიდან აქტიური მოსახლეობა, ანუ ადამიანები, ვისაც უნდათ სულილება და შნუ აქვს რომ რაღაცა შეცვალოს თავის თავში. ანუ ადამიანი, რომელიც მზად არის რომ აიკრიბოს გუდანაბადი და საზოგადოებრივ წავიდეს დიდი ხნით,
ის რაღაცა ცვლილების შემძლე ადამიანია და ეს ადამიანები ბევრად უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ხმის მიმცემი იყვნენ, თქვათ, არახელისუფლებისთვის არის მაღალი. და ეს აჩვენა კიდევაც საზოგადოების ცხოვრები ქართველების ხმებმა საზოგადოებრივ, მაგრამ ამას აქვს მეორე ეკონომიკური მხარე. საზოგადოებრივ 2023 წელს საზოგადოებრივ მცხოვრები ქართველებისგან აქ გადმორიცხულმა თანხებმა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 14% შეადგინა. შედარებისთვის მეზობელ სომხეთში იყო 6%. მართალია შაშან ეს ჩვენთან 14% 10-ზე ჩამოვიდა, მაგრამ ესეც არაჩანს, რომ მყარი მოვლენაა და დიდი ალბათობაა, რომ ამის უკან იყოს გადმორიცხვების ახალი ფორმები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ არ რეგისტრირდება. ელექტრონული საფულეების მომრავლება, კრიპტო ანგარიშწორების ზრდა წილის და თუნდაც 10 თითქმის ორჯერ მაღალია მეზობელი სომხეთისაზე, რომელსაც ოდესღაც 20% მთლიანი შიდა პროდუქტის საზოგადოებთან ერიცხებოდა. იქ ესე იგი წილი შემცირდა და თავს ეყრდნობიან უფრო მეტად და ჩვენთან ეს წილი განუხრელად იზრდება. მეორე, ანუ ფინანსურად ეს საკითხი ამ ხელისუფლებისთვის მომგებიანია. მოდით ახლა ამას ცოტა ისტორიული პარალელის თვალსაზრისით შევხედოთ. ჩვენს ქვეყანაში, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით საუბედუროდ მე-15 და განსაკუთრებით მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებში ასეთი მოვლენა იყო ტყვის ყიდვა. ეს იყო ბავშვების გაყიდვა, ბავშვების შეპყრობა, ან თავად მშობლების მიერ გაყიდვა, ან მათი ბატონების, ან მოტაცება და გაყიდვა. თუმცა უმეტესი შემთხვევა ჩვენივე ხელით იყო ქართველების ხელით გაკეთებული, ამ მშობლების, ან მათი ბატონების მიერ და ეს ისე იხსნებოდა, რომ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან იხსნებოდა, ამ ბავშვების რჩენის სიძნელიდან იხსნებოდა, ისე რომ ეს პული სხვა შვილებს მოხმარებოდა, ან ბატონის საჭიროებებიდან და რაღაცა გამართლებებიდან, მაგრამ ფაქტია, რომ 100,000-ობით ბავშვი გავიდა საქართველოდან. ის ბავშვები კი არ კვდებოდნენ, გახდებოდნენ კარგ შემთხვევაში თქვათ მებრძოლი, ან რაღაცა ისეთ ნორმალურ ოჯახში მოსამსახური და ცუდ შემთხვევაში შეიძლება ხარჭად დაესვათ, ან რაღაცა ძალიან დამამცირებელი და მძიმე პროფესია ქონოდათ. ან კიდევ უარეს შემთხვევებს არ გვინდა ამის განხილვა, თვითონ შეგიძლია წარმოიდგინოთ. ეს ჩვენი დღევანდელი პროცესი ძალიან არ განსხვავდება იმისგან, ანუ ჩვენ ადამიანები სასიკვდილოდ არ გადიან იქ რაღაცისთვის, რომ იმუშაონ, ფული გამოიმუშაონ და აქ გადმორიცხონ და ანალოგიური საქმეა. კარგავთ ადამიანებს, ვიღებთ ფულს. აი ეს არის თანამედროვე ტყვის ყიდვა ეს საქმე. რა ფაქტორები განაპირობებს ამ მასობრივ ემიგრაციას? ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალით, რომ აი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გავიდა, იქიდანაც გავიდა, კი ბატონო გავიდა, თუმცა ჩვენი ხალხის მუშაობა, რაზე არის ჩვენი ხალხი დასაქმებული და რაზე იყო ბალტიისპირეთის მოსახლეობა დასაქმებული, ძალიან განსხვავებულია. მეორე, იქ მოხდა საკმაოდ დიდი უკუშემოდინება, ეს ხალხი დაბრუნდა პერიოდის შემდეგ, ჩვენთან ესეთი პროცესები არ აღინიშნება. და უფრო მთავარი ამის მიღმა არის რეალური ეკონომიკური ფაქტორები. ჩვენს ქვეყანაში ახლა არის პირველი კვარტლის ბოლოს მონაცემებით არის თითქმის 15% უმუშევრობა, 14.7%. ეს ძალიან მაღალი ციფრია. მაგალითისთვის ვთქვათ, ესე ევროპის ქვეყნებში 10%-ზე რომ ადის საშინელი პროტესტები დგება ამაზე და 10%-ს არსად არ აჭარბებს ეს ციფრი. 14% არის უზარმაზარი. თუმცა 14%-ის მიღმა არის კიდევ სხვა რეალობა. მოდით შევხედოთ, როგორ ითვლიან ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობას. ეს საერთაშორისო აპრობირებული მეთოდია. ესე იგი, სამუშაო ძალა შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან. ერთი არის დაქირავებით დასაქმებულები და საკმაოდ ისეთი ტესტია 1 საათი მაინც უნდა ემუშავა ბოლო კვირის განმავლობაში.
მეორე არის თვით დასაქმებულები და დაახლოებით ანალოგიური პირობაა, ანუ ძალიან მცირედიც კი საკმარისია რომ დასაქმებულად ითვლებოდე და არიან ადამიანები, ესე იგი უმუშევრებად ითვლებიან ისინი, ვინც ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს და მზად არის რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს. ასეთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის დაახლოებით მილიონი. თლიანი ბოდიშვიხტი დაახლოებით 1.5 მილიონი. დასაქმებულები არის დაახლოებით 250,000 დაახლოებით არის უმუშევარი, 1,250,000 დაქირავებით ან თვით დასაქმებული. ამას გარდა ჩვენ მთლიანად 15 წელზე უფროსი მოსახლეობა არის 3 მილიონი. და ამას გარდა ყავს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობს სამუშაო ზალაში, არის ან სტუდენტი, ან პენსიონერი და არ ითვლება სამუშაო ზალაში და ამათთან ერთად ახლანდელი გამოთვლებით სამუშაო ზალის გარეთ ითვლიან კიდევ 400,000 ადამიანს, რომელიც ორივე ტესტს არ პასუხობს. ანუ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს, ან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ არის მზად რომ მუშაობა დაიწყოს. ამავე დროს ეს ადამიანები არ არიან სამუშაო ზალაში ძირითადად იმიტომ რომ იმედი არ აქვთ რომ სამუშაოს იპოვიან. ანუ 400,000-ზე მეტი ადამიანი ასეთი არის სამუშაო ზალიდან გამორიცხული. ანუ საქართველოში დღეს მოსახლეობის 53%-ია შრომისუნარიანი მოსახლეობის, მხოლოდ 53%-ია დასაქმებული და 400,000 ადამიანი დაახლოებით 20% შრომისუნარიანი მოსახლეობის გამოთიშულია სამუშაო ზალიდან. და ეს არის, ესე იგი, 14%-ს დამატებული 34% ჩვენ რეალურად ყავს უმუშევარი ადამიანი და რა გასაკვირია რომ ამ ადამიანების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ წასვლა უნდოდეს. აი ესეთი სურათი არის და ეს არის ამ სტატისტიკის მიღმა. მოდით შევხედოთ რა მდგომარეობაში ვართ, ესე იგი, ეს არის როგორც ნაწილდება მთლიანი დოულათი, რომელიც აქ იქნება და მაღალი ზრდა. მოდით შევხედოთ კიდევ სხვა რა შემოსავლის წყაროებია უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროები საქართველოში. გარდა ჩვენი საზოგადოებრივი მომუშავების გადმორიცხვებისა. შემდეგი დიდი წყარო არის ტურიზმი და ტურიზმი პრინციპში საკმაოდ ჯანსაღად და ნორმალურად ვითარდება და ბევრ ხალხს ასაქმებს. ამავე დროს ტურიზმში დასაქმება არის საკმაოდ დაბალ ანაზღაურებადი დასაქმება. ტურიზმის სექტორი ვერ აკეთებს ისეთ მომგებიანობას, რომელიც კაპიტალის ფასს ანაზღაურებს. საქართველოსთან რისკის მქონე ქვეყანაში კაპიტალის მომგებიანობა 20%-ზე მაღალი უნდა იყოს, რომ ეს გამართლებული იყოს. უცხოელი აქ ფულს არ დააბანდებს, თუ ამაზე მეტი არ არის. იმიტომ რომ სხვა ბევრი შესაძლებლობაა დააბანდოს, წავა მექსიკაში დააბანდებს, ტაილანდში დააბანდებს. ანუ რატო უნდა აირჩიოს საქართველო? ხდება რისკისა და მომგებიანობის შედარება. ტურიზმის სექტორი უკვე 20%-ზე მეტ მომგებიანობას ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ აკეთებს. ბევრი ხალხი საქმდება მართალია ამ სექტორში, მაგრამ საქმდება რაღაც ერთგვარი ინერციით, ანუ ეს სექტორი ჩამოყალიბდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს, ამას აკეთებს, მაგრამ ამას ეძახიან საშუალო შემოსავლის ხაფანგს და საშუალო შემოსავლის ხაფანგზე უარესიც კი არის. ანუ როგორღაც ვართ საშუალო შემოსავლიანი ქვეყანა, მაგრამ განაწილება ძალიან უთანაბროა. ადამიანები, რომლებიც დიდი ნაწილი ძალიან რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებული, იღებენ დაბალ ანაზღაურებას, ფიქრობენ რომ მომავალში უკეთესი ექნება და ამას გააკეთებენ, მართლაც მოუწონებ მე რომ მუშაობენ და რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ასე ხშირად ხდება ხოლმე ანალოგიურ ქვეყნებში, რომ ის რომ მომავალში გონიათ რომ უკეთესზე გადავლენ, ეს მომენტი არაფრით არ დგება. არ დგება, იმიტომ რომ განათლების ხარისხი არ არის საკმარისი, უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნისთვის არ აქვს სამწუხაროდ, არ ეგონათ რომ უნივერსიტეტი დაამთავრეს და კარგი განათლება ჰქონდათ, მაგრამ რეალობა აჩვენებს რომ ესეთი არ აღმოჩნდა.
არც სთავაზობს სახელმწიფო მათ რაიმე გადამზადებას კერძო სექტორშიც არ არის და ასე ხდება ხოლმე. ანუ მაგალითი ასეთია და გამოსილება უმრავლესობა ასეთი მაღალ ტურისტული ქვეყნების, სადაც ტურიზმი ასეთ მაღალ როლს თამაშობს ეკონომიკაში, რომ ადამიანები დიდხანს რჩებენ ამ სექტორში დაბალ ანაზღაურებაზე. ანუ ხვდებით ასეთ ხაფანგში და ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ ეს და მე შეცვალზე კიდევ მომავალში ვილაპარაკოთ, რომ უფრო მაღლა ავინაცვლოთ დამატებითი ღირებულების შექმნაში და მეტი შემოსავალი კონდეს ჩვენს ადამიანებს. კიდევ მესამე უცხოური ვალუტის შემომტანი სექტორი არის ექსპორტი. ექსპორტის ბევრად უფრო, ესე იგი 6.4 მილიარდი არის საქართველოსთან ექსპორტი და რომ შევადაროთ 10-15 წლის წინამდელ მდგომარეობას, ბევრი არაფერი შეცვლილა. ნუ რამდენიმე სექტორი მცირედ გაზრდილია, წილი, თქვათ ღვინის ექსპორტი გაზრდილი არის, მაგრამ მცირედ ესე იგი 100 მილიონი დოლარიდან თქვათ 300 მილიონ დოლარამდე ბოლო 15 წლის მანძილზე. ამავე დროს ყველაზე ძალიან არის გაზრდილი ნახმარი და შეკეთებული ავტომანქანების რეექსპორტი. და ეს რეექსპორტიც ესე იგი ან 6.4 მილიარდ დოლარში 2 მილიარდ 200 მილიონი არის ეს მანქანების რეექსპორტი და ეს ორი მხარე აქვს ამას. რაც ისე კარგად არ აჩანს, როგორც შეიძლება გარეგნულად ჩანდეს. კარგია ფულის შემოედინება, მაგრამ ცუდია რომ ეს მანქანები სავარაუდოდ ძირითადად რუსეთში მიდის, იმიტომ რომ ექსპორტი ხდება ყირგიზეთში, სომხეთში და იმ ქვეყნებში ამ ხელა მანქანების მოხმარება არ არის და იქიდან ხდება რუსეთში ექსპორტი და მეორე მხარეა რომ უფრო და უფრო კონცენტრირებული ხდება ეს ბიზნესიც და იმის ნაცვლად რომ ადრე ვთქვათ ქართველები მიდიოდნენ მანქანას ჩამოიყვანდნენ, გააყიდიდნენ. ნუ ესეც ვერ იყო ხა ძალიან მაღალ შემოსავლიანი ბიზნესი, მაგრამ რაღაცა ლუკმაპურ შოულობდნენ. ამის ნაცვლად დიდი ორგანიზებული ბიზნესები შეიქმნა, რომლებსაც მიაქვთ ეს მოგება და იქ დასაქმებულები პატარა რაღაცა შემოსავალს იღებენ. ამას ვამბობ, რომ არარაობას ჯობია ნამდვილად ტურიზმიც კარგია და რეექსპორტიც, ნუ თუ რუსეთში ექსპორტს არ ვიგულისხმობ და სხვათა შორის, ხო, და ტურისტებშიც ყველაზე დიდი ჩამომსვლელები რუსები არიან. ანუ რუსებზე მიბმულ რაღაცნაირად ეკონომიკას ვემსგავსებით და ვხდებით და კახა ბენდუქიძის სიტყვებით ფუნაში ყოფნა შეადარა მან რომ თბილად ახარ და ხარ იქ და აი ესეთ მდგომარეობაში ჩვენ გამოვდიოდით ამ ფუნიდან და უკან ამ ფუნაში ვბრუნდებით რუსეთზე მიბმული დაბალ შემოსავლიანი ან ძალიან უთანაბრო ქვეყანა, ასე ვიტყოდი, ვითომ საშუალო შემოსავლიანი ქვია, თუმცა როგორც თქვით, 34% ადამიანების უმუშევარია და დანარჩენ წელში ძალიან ბევრია დაბალ შემოსავლიანი. აი ესეთი ეკონომიკური რეალობა გვაქვს და ეს არის სწორედ მიზეზი ამ ხელა ემიგრაციას. ნუ დიდწილად ეხა მარტო ეს არ არის, სხვა მიზეზებიც არის, მაგრამ ჩვენი თანამემამულები, ვინ საზღვარგარეთ არიან, უმრავლესობა კარგი ცხოვრებისთვის არ არის გასული, ასე ვთქვათ. რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა, ნუ მე რა მინდა, მე ამას ვიტყვი, თქვენ რა გინდა, თქვენ თვითონ დაფიქრდით. მე მინდა ინკლუზიური კაპიტალიზმი, ანუ ქვეყანა, სადაც ადამიანი იქნება უმაღლესი ღირებულება და რაღაცა არარეალისტური ძერჟავობა და სახელმწიფო სიძლიერე კი არა, პირველ რიგში ადამიანების სიძლიერე და კეთილდღეობა იქნება და შემდეგ ეს ადამიანები შექმნიან კარგ ქვეყანას, რომელიც იქნება ძლიერი და მტკიცე. და სამწუხაროდ ბევრ ჩვენს თანამემამულეს სახელმწიფო სიძლიერეში წარმოუდგენია ძალიან მკაცრი კანონები და ვთქვათ ამართლებს რომ 5000 ლარი შეიძლება იყოს ჯარიმა რუსთაველზე უბრალოდ დგომისთვის. ანუ აქ ვინც რუსთაველზე დგას, უმეტესობამ კი არ გადაკეტა. უბრალოდ იქ დგას უკვე გადაკეტილ ქუჩაზე და ამისთვის 5000 აჯარიმები, მაგრამ ვიღაცები ამას ამართლებენ რომ ძლიერია სახელმწიფო. ეს არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი სახელმწიფო არის ის, სადაც არის სამართალი და იქ სადაც არის ადამიანებისთვის შესაძლებლობები და თუ ეს არ არის, ეს სახელმწიფო ძლიერი ვერასოდეს ვერ იქნება და შიშზე დამოკიდებული და ძალაზე დამოკიდებული თავის მოქალაქეებს რომ ძალის ენით ელაპარაკება ქვეყანა და კანონი არ არის ხშირ შემთხვევაში და სხვადასხვანაირია სხვადასხვა ადამიანისთვის, ასეთი ქვეყნები ვერასდროს ვერ არის ძლიერი და ეკონომიკურად გამართული. ამიტომ ეს მომავალი და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, ვერაფრით ვერ იქნება ნათელი, როგორც ეს დე ფაქტო ხელისუფლება აკეთებს.
ახლა ესე იგი ეს მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, არის ამღროული წყლის მდგომარეობა. და ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ გავიხსენოთ, არ შეგვეშინდეს ჩვენ სიტყვის რევოლუცია, ისე ამბობს, მაგრამ მე ხარ რევოლუციაზე არ ვლაპარაკობ. და ესე იგი ამღროული ღვინო დადგება, ლექი დაბლა წამოვა და ზემოთ დარჩება კარგი და ჩვენ არ შეგვეშინდეს. იმიტომ არის ამღროული და ძალიან დიდი პატივისცემით ვარ მამა დოროთე ყურაშვილისადმი და ის ამ შესანიშნავი ქადაგება აქვს ამაზე და მოგიწოდებთ რომ მოусმინოთ. თუმცა მე ამას ვიტყვი რომ ეს იმიტომ არის, მისი სიტყვებიდან ამას გავიმეორებ, რომ ეს იმიტომ არის ამღროული, რომ რაღაც არ იყო კარგად დალაგებული. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, რომ უკეთესად დავალაგოთ ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც არასდროს არ ყოფილა დალაგებული. ამისთვის ახლებური გზები უნდა მოვძებნოთ. ძველი ნაცადი გზებით ვერ იმუშავა როგორც ჩანს და ახალი გზები უნდა მოვძებნოთ. ამ გზაზე პირველი აუცილებელი ნაბიჯი არის სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მაღალი კოორდინაცია. ამაზე მე ჩემი გამოგონება არ არის, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის გულში არის სურვილი, რომ პოლიტიკურმა ძალებმა რაღაცა საერთო იპოვონ და ქვეყნის სასარგებლოდ ერთად იმუშაონ. რადგან აქ ხართ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ხართ, რომელიც მზად არის რომ ამისთვის იღვაწოს, აი ამის ერთად კოორდინაცია არის ამის აუცილებელი წინაპირობა. საიდან ვამბობ ამას? შესანიშნავი კვლევა დადო კარნეგის ფონდმა, კარნეგი ენდაუმენტ ქვია, რომელმაც შეისწავლა 4 ქვეყნის მაგალითი, სადაც მოხდა უკანწასული დემოკრატიის აღდგენა. ბოლო 15 წლის განმავლობაში დემოკრატია ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის განმავლობაში და აი 4 ქვეყანაში მოხდა უკანწასულის ისევ აღდგენა, ესენია პოლონეთი, ბრაზილია, სენეგალი და ზამბია. ამ 4-ვე ქვეყანაში ეს ორი ფაქტორი იყო. ერთი პოლიტიკური ძალების კოორდინაცია ერთმანეთთან, ანუ არ არის აუცილებელი გაერთიანება, მაგრამ საერთონის მოძებნა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა კოორდინაციაში და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი აქტიურობა და მათი კოორდინაციაც პოლიტიკურ ძალებთან. აი ეს არის საჭირო. ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რაც არის ძალიან დიდი გულდასაწყვეტი ამბავი და აუცილებელი მგონია და ვფიქრობ კიდევაც ამაზე, ბევრს და პრაქტიკულადაც ვმუშაობ, როგორ ვიპოვოთ შესაძლებლობა ისეთი ფორმულა მოვძებნოთ, რომ ერთად დაგვაყენოს ყველანი. ამას დაუბრუნდები ასევე ამ თემას აუცილებლად. ეს იყო ჩემი დღევანდელი სათქმელი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გისმენთ თქვენს კითხვებს უსმენ ყურადღებით. შეკითხვები ვისაც გაქვთ, გისმენთ ყურადღებით. ეს ასე ჩანს, რომ აგერ ხელს იწევს წინ. გამარჯობა, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მაინტერესებს თქვენგან როგორც სპეციალისტისგან, ამ საქმის ეკონომისტისგან, დღეს გავრცელდა კიდევ ახალი ინფორმაციები რუსეთში ავტომობილის მეორადი ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებით. თითქოს რაღაც საათსულებები შეიტანა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და შეზღუდა პირდაპირ რუსებზე გადაყიდვა ავტომობილების, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ყაზახეთის და ყირგიზეთის გავლით ასევე ხდება სანქცირებულ ქვეყანაში ჩვენგან ეს მეორადი ავტომობილები. ამის გამო თუ შესაძლებელი არის, რომ რაღაცა შეზღუდები და სანქციები დაემუქროს საქართველოსაც როგორც ქვეყანას, თორემ ამათ რო სანქციებს უწესებენ ვხედავთ და გაგრძელდება ალბათ. მადლობა. ჩვენგან რეექსპორტი ხდება მართლაც ძირითადად ყირგიზეთში, სომხეთში, ყაზახეთში, ანუ სხვა ქვეყნების გავლით. და მეც ვნახე ასეთი ვიდეო ერთი კვირის წინ დაახლოებით, ერთ-ერთი ვიღაც რუსი ჩაწერილი ვიდეო იყო და იძახდა, რომ აი საქართველოს რაღაცა შეცვალა წესებშიო, მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი იმის დამადასტურებელი. ანუ ისევ ეს გრძელდება და არ ვიცი მე რა მომავალში შეიძლება აქ რაიმე შეიცვალოს.
ასე ჩანს, რომ საზოგადოებრივი აზრი ჯერჯერობით არ არის ფორმირებული, რომ ეს ჩვენ არ გვაწყობს, ასე ჩანს, რომ ადამიანები მიიჩნევენ, რომ მაინც ეს უფრო ეკონომიკურად გვირჩევნია და დაიყოს, ვიდრე არ იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში, ახლა არა ამ კვლევა არ ვიცი, მაგრამ ბევრი ადამიანი ვისაც ვესაუბრები, ნუ ხა ზუსტად ბევრი იძახის, რომ არ გვინდა რუსების ფული არანაირად, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მისაღებია და ასევე რუსი ტურისტების მისაღებია და ყოველ შემთხვევაში მკაფიო აზრი ამაზე ჩამოყალიბებული არ არის და დე-ფაქტო ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის პირიქით. ისინი რა თქმა უნდა ყველანაირი საშუალებით შეეცდებიან, რომ ანუ ფულს უნი არ ასდის, ასე ჩანს. და რაც შეეხება სანქციებს, სხვა უფრო დიდი სასანქციო საქმეები გვაქვს და ანუ სხვა მიზეზები არსებობს ამაზე უფრო დიდი და ღრმა, რის გამოც შეიძლება მივიღოთ სანქციები. მიჭირს თქმა, რომელ ერთზე იქნება, ასე ვთქვათ. ამიტომ არ მგონია, რომ ეს გახდეს პირველი სასანქციო ნიშანი, სხვა უფრო სერიოზული დარღვევები არის, რასაც ეს დე-ფაქტო ხელისუფლება აკეთებს და უფრო სავარაუდოდ იმ სხვა სერიოზულებზე მოთხოვენ პასუხს. და მზადდება კიდევაც ეს, ნუ შევხედოთ, დაველოდოთ. საკავშირდების. ერთი ესეთი კითხვა მაქვს რა, ანუ ნოემბრიდან დაიწყო პრაქტიკულად აი რაღაცა ფუშინგი, პრესინგი, ფონდების დახურვა, დაიწყო რაღაცა სანქციებიც იგივე, ხო? ახლა ტურიზმი და მანქანების რეექსპორტი და ეს არ არის რაღაც დიდი ლუკმა, ხო? და ყველა ველოდებოდით, რომ იანვარი, თებერვალი, ნუ მარტში უკვე ეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უნდა გაქცეულიყო. რითი უჭირავთ? ერთი და მეორე, ანუ ის რომ რეზერვები იხარჯება, ცოტა ისეთი თუ ჩემთვის არა დამაჯერებელი პასუხია, რატო? იმიტომ რომ გუშინ გამოქვეყნდა ზუსტად შარშანდელ წელთან შედარებით რამდენად დიდი სავალუტო რეზერვის კვლავ შეძენა მოახდინეს და კიდე რაღაც აგრძელებენო, ნუ ეს BMG-ის მონაცემებით, რაც მოვისმინე და ნუ ახლა მაგათი მჯერა და რითი უჭირავთ ვალუტა და ნუ პროგნოზი როგორია, როდისთვის შეიძლება ამას რეალური საფრთხე შეექმნეს? მადლობა. კარგი კითხვაა. პირველი, ნუ დავაზუსტებ ამ დეტალს, რომ შარშანდელთან შედარებით ახლა უფრო ნაკლები რეზერვი გვაქვს. ეს დანამდვილებით შეძენა მოახერხეს არასწორისაა, რომ შეიძინეს ყიდვაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, გაყიდვაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე. ანუ ნაშთი ნაკლებია. მეორე, ნამდვილად იყო ეს მოლოდინი, ლარის კურსი დასუსტებული იყო და შემდეგ გამყარება დაიწყო. მოდით ახლა შევხედოთ რა განაპირობებს და კი იყო ნამდვილად ეს მოლოდინი და უკან წავიდა. მე ყოველთვის ვერიდებოდი ხოლმე ამაზე ვადაზე საუბარს. ერთადერთხელ ვთქვი და წამომსთა როგორ ვთქვა რა, მეგობარმა დამირეკა ტელევიზიაში მივდიოდი ლონდონელმა მეგობარმა და ამ ლაპარაკში და თან რო საჭეს ვატარებდი, უთხრა რომ აი მაისამდე იქნება მეთქი რა და ახლა 26 მაისი აქვს დაბადების დღე და შამპანური უნდა გაუგზავნო. ეს წავაგე, ეს ნიძლავი, მაგრამ ეს ერთადერთხელ ვთქვი აი ეს სიჩქარის რაღაცაში ვიცოდი რომ ვადა არ არის დასასახელებელი, იმიტომ რომ ძნელად საპროგნოზო საკითხი არის ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რომლის გამოც ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ბევრი ბერკეტი აქვს, რითიც შეიძლება გააკეთონ დაიცვან. და ყველაზე მთავარი არის საკითხი, არის აქ თავზე ხელაღებულობა. რას ნიშნავს თავზე ხელაღებულობა? მზად არიან, რომ ძალიან დიდი რისკები შექმნან, რომელიც მერე სულ ააფეთქებს საკითხს, მაგრამ ფასადი შეინარჩუნონ. ასეთი რაღაც მოხდა თურქეთში, სადაც ბოლომდე გამოხრეს, ასე ვთქვათ, რეზერვები, ნეგატიურამდე მიიყვანეს და შემდეგ ვალუტამ სასწაული დევალვაცია განიცადა. ანუ თქვა დოლართან 1.5-თან რომ იყო, თქვა 7 წლის წინ, ზუხეს შეიძლება წელი 7 არ იყო და 8 იყო და ახლა 1.40-თან არის თითქმის. ანუ ძალიან კატასტროფული კლება განიცადა და ინფლაცია 40% და მეტი. ანუ ისე მათი ქცევა და ტენდენცია მეჩვენება რომ აქამდე მისაყვანადად მზად არიან, ანუ ფასადს დაიჭერენ, მაგრამ ეხა მოდი ვთქვათ ფასადს როგორ იჭერენ და დაიჭერენ. პირველი ბევრი სავალუტო შემოდინება გვაქვს რეალური, ანუ ტურიზმი და ქართველების მიერ გადმორიცხული ფული ემიგრანტების, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. მაგრამ ეს არის ეხა სეზონის პიკში ვართ, ანუ ტურიზმისთვის ძალიან კარგი ხელსაყრელი პერიოდია.
და სავალუტო გასავლები შედარებით სტაბილურია. ჩვენ თქვა სახელმწიფო ნელ-ნელა ვალს ფარავს, მაგრამ ეს გადახდები დიდი არ არის. შედარებისთვის თქვა მომავალ წელს ბევრად უფრო დიდი გადახდები გვიწევს. ევრობონდს გააზრდის ვადა $500 მილიონი მარტო ის არის და იმის გარდა სხვა დანარჩენი გადახდებიც ამ დღევანდელზე მეტია. მაგრამ ამას გარდა ეკონომიკური ფაქტორები ფუნდამენტური, რაზეც ბევრჯერ მისაუბრია, აუცილებლად თანდათან თავის ჩენას დაიწყებს, ანუ ეს დროში უარესდება. და მე აქ ამ ადგილზე მაქვს ნასაუბრები ორ ბუშტზე, ერთი არის უძრავი ქონების ბუშტი და მეორე საკრედიტო ბუშტი, ამასთანავე დაკავშირებული, რომელიც უფრო და უფრო მკაფიო გახდება და ეს ფაქტორებიც იმოქმედებს, მაგრამ ამას უნდა დრო. ჯერჯერობით ეს სავალუტო შემოდინებები, იგივე რეექსპორტი, ანუ სამივე ფაქტორი ჯერჯერობით კარგად მუშაობს, ანუ რუსეთის და უკრაინის ომი ჩვენ ამ ფაქტორისთვის ხელშემწყობია და ავტომობილების რეექსპორტი აწყობილია და იძლევა შემოსავალს და სხვა რაღაცების და შესაძლებელია ბევრი აკრძალული რაღაცისაც ფარული, მაგრამ არ ვიცი. დასაშვებია უბრალოდ, იმიტომ რომ რაღაცებს ციფრები კარგად ვერ ხსნის. შემდეგი მეორე ტურიზმი არის და მუშაობს და გადმორიცხვებიც არის და მუშაობს. მეორე მხრივ ეს ძალიან დაძაბული რეჟიმია და პატარა შოკმაც კი შეიძლება სერიოზული რყევა გამოიწვიოს და ანუ დროში ფუნდამენტური ფაქტორების გავლენით ეს მდგომარეობა აუცილებლად შეიძლება და მდგომარეობა იქითაა. კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კურსს იმიტომ იჭერენ და იმიტომ არიან ზუსტად ეს პოლიტიკური არაღათ არის ქცეული, ხო კიდევ ერთ რამეში დაეხმარა კურსს, რომ დოლარი გააუფასურდა ევროსთან, ჩვენთან გადმორიცხვების ნაწილი ევროდანაა, ევროპაში მცხოვრები ქართველებისგან, ევროთი აქვთ იმათ შემოსავალი და ესეც დაეხმარა ლარს, რომ ხო, ბოდიში ოქროს ფასის მატება ამასთან, კი მცირედ დაეხმარა, რომ ოქროს რაღაცა ნაშთი რაც გვაქვს, იმის ფასმაც მოიმატა. რამდენიმე პატარა, მაგრამ განსაკუთრებით ეს დოლარის გაუფასურება ევროსთანაც დამხმარე იყო, მაგრამ მთავარი კიდევ ფაქტორი მნიშვნელოვანი არის მოლოდინები. ანუ იცავენ ამას ასე ძალიან, იმიტომ რომ ეშინიათ არ შეიქმნას მოლოდინი დასუსტების. და მთლიანი შიდა პროდუქტის ციფრები რო ვიძახი და რო დავაანონსე, რომ გაბერილია, ესეც ამ მიზანს ემსახურება, რომ დაგაჯერონ, რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი. მართალია ჯიბეში არ გაქვთ ფული, მაგრამ ფიქრობთ, რომ რახან იძახიან, ეს იგი კარგია და ადამიანებს უჭირ დაიჯერო, რომ ასე ძალიან შეიძლება იტყუებოდნენ. რომ მაგალითისთვის 3% შეიძლება იყოს და ეკონომიკური და 9-ს აცხადებდნენ. ამაზე ცალკე ვისაუბრებ, ეს ციფრები მექნება მე ხელთ კარგად და მაგრამ ეს რომ მოხდეს, თქვათ, რწმენა, ანუ ხალხი როდესაც ამას დაინახავს, რომ რეალურად ვალუტა გაუფასურების წინაშეა და ის თავის ჯიბით რისკავს ამას, აუცილებლად დაიწყებს ვალუტის ყიდვას და ჩვენთან ბევრი დეპოზიტი და ნაშთი არის ლარებში და ეს რომ არ მოხდეს ძალიან ეშინიათ ამისი, ამიტომ მთელი ძალით ამას იცავენ. ასევე სავარაუდოა, თუმცა ესევე ჯერჯერობით არ მაქვს, ეს უკვე ძალიან ძნელი დასამტკიცებელია, იმიტომ რომ ის როგორ ვთქვა, ცალკე კვლევა უნდა ჩაატარო ძალიან დიდი, რომ ინფლაციის ციფრი არის შელამაზებული. სანახავია, მაგრამ ჩემი შეგრძნება ისეთი, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, მაგრამ ეს ძალიან სუბიექტურია. რაცაც მე ობიექტურად შევისწავლი, არის ეკონომიკური ზრდის ციფრი, ამაზე გეტყვით, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ანუ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორც ავიცი, გრავიტაციის ძალარი და ამ მიკროფონს ხელი რო გაუშვა და ძის დაეცემა, ასევე მოქმედებს ეკონომიკური ფაქტორები, რომ ქვეყანაში სადაც სამართალი არ არის და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი, ბევრ დროს წაიღებს ესო ახსნა, იქ ვერ იქნება ვერც ძლიერი ვალუტა და ვერც კარგი ეკონომიკა და ვერც ბედნიერი საზოგადოება. კიდევ კითხვები? ასე ჩანს, რომ დღეისთვის საკმარისი იყო. მადლობა ყველას. მადლობა ბატონო ნიკა სასიამოვნო საუბრისთვის. მეგობრებო, საპროტესტო აუდიტორიას აქვს სოციალური ქსელები, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი. შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ საპროტესტო აუდიტორია. ასევე ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი და შეგიძლიათ დონაციის სახით დაგვეხმაროთ განვითარებაში. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა რომ გვესწრებოდით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება, ერთად გავიმარჯვებთ.